დაბოქრომებული ბაღის შენობა თუ გინახავთ, აი ოზურგეთში შეგიძლიათ ნახოთ. ან ისეთი ბაღი თუ გინახავთ, 2024 წელს რომ უნდა დასრულებული იყო და 2025 წლის მაისია და დასრულებული რო არ არის. აი კონცეფტი შეგიძლია გაჩვენოთ ოზურგეთში. ეს არის ოზურგეთი, გურიანთის საბავშვო ბაღი. ბაღი უნდა დასრულებული იყო 2024 წელს, თუმცა დაუთავ კადრებს შიგნით რაც ხდება 1-2 არის მხოლოდ ამოთხრილი. ეს ის ამბავი არის სარქუასიძემ რომ მილიონები წაიღო და ბაღები რო არ გააკეთა, მაგრამ კონცეფტს ამაზე პრეტენზია არ აქვს. გურიანთის დეპუტატი, რომელიც მეჩხუბა რომ ვიტყუებით, ეს არის 2023 წელი, როდესაც საკრებულოს ხდომაზე დავაყენე საკითხი, რომ გურიანთაში ბავშვები ჩამონგრეულ შენობაში იყვნენ, ბაღი არ ქონდათ და როგორც იქ პერსონალმა გვითხრა, ბავშვებს მონაცვლეობით აძინებდნენ იმის გამო, რომ საკმარისი საწოლები არ ქონდათ. ბატრონმა ავთანდილმა კიდე ხდომაზე განაცხადა, რომ ჩვენ ყვირილის მეც არაფერს არ ვაკეთებთ, გატყუარები ვარ. გახსოვთ ბაღების საკითხით, როგორ სპეკულირებდა საკრებულოში რადიკალური ოპოზიცია. როგორც ხედავთ, ისინი მხოლოდ დესტრუქციით, ყვირილით და აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებულები. ჩვენ კი ვაკეთებთ საქმეს. აკეთებული საქმე 2 წლის შემდეგ 7 მილიონი ლარი არის გაფლანგული კლასიკური მაგალითი კორუფციის